მადლობა. დღეს პარასკევია. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ უყურებთ გადაცემას თემა. დღეს ჩვენთან სტუმრად მოწვეულნი არიან სტუდიაში გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და მისი უფროსი ბატონი გივი გაგნიძე, აგრეთვე სატყეო მეურნეობის დირექტორი ბატონი თემურ ხაჩიური. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გარემოს დაცვის პრობლემებს უკავშირდება. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ განსახილველად ორ თემას. პირველი ეს შეეხება სულ ცოტა ხნის წინათ გორის რაიონში ნედლი ნავთობის დახვრის ფაქტებს, მეორე კი სატყეო პრობლემას, ანუ ხე-ტყის უკანონო წრის პრობლემას უკავშირდება. ჩვენ ამ მეორე თემას ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ, ახლა კი მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. თქვენ შეგიძლიათ ტელეფონის ნომრებზე 8 270 713 31 და 8 270 710 29 პირდაპირ ეთერში დაგვიკავშირდეთ და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემას. ბატონო გივი, სულ ცოტა ხნის წინათ გორი და გორის რაიონი ეკოლოგიურ კატასტროფას გადაურჩა. მოდით ამის შესახებ დაწვრილებით ჯერ თქვენ მოგისმენთ, შემდეგ სიუჟეტი ვნახოთ. ბატონო. მიმდინარე წლის 8 იანვარს თბილისიდან ბათუმისაკენ მიმავალი შემადგენლობიდან გადაბრუნდა 3 ცისტერნა, რომელშიც იყო 180 ტონა ნედლი ნავთობი. გადაბრუნების შემდეგ ცისტერნებს გაუჩნდა ცეცხლი, გაჩნდა ხანძარი, რომელიც ფაქტურად 4 საათის განმავლობაში იწოდა. დაიღوارა მთლიანობაში დაიწვა დაორთქლდა 170 ტონა ნედლი ნავთობი და ფაქტურად დაბინძურებული იქნა 4500 კვადრატული მეტრის ფართობი ნიადაგი, სადღაც 150 მეტრის სიგრძით და 25 მეტრის სიგანით მარჯვენა მხარეს, 150 მეტრი და 10 მეტრის სიგანით ვაგონი რკინიგზის მარცხენა მხარეს. ფაქტიურად ზარალმა შეიძლება ითქვას ამ ფაქტის შედეგად ხაერში გაფრქვეული ხაერის დაბინძურების გამო შეადგინა 22600 ლარი, რომელიც ბიუჯეტის სასარგებლოდ იქნება რკინიგზის მიერ გადახდილი. ფაქტიურად გაზრდების შედეგად დადგენილი იქნა, რომ შემთხვევა განაპირობა რკინიგზის დეპარტამენტის, საერთოდ რკინიგზის სამსახურის მიერ დაშვებულმა უყურადღებობამ და შესაბამისად ზარალი გადახდილი იქნება რკინიგზის დეპარტამენტის მიერ 30% ჩვენი შიდა ქართლის გარემოს დაცვის სამსახურის ანგარიშზე ჩაირიცხება, 70% ჩაირიცხება რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ქართველთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს. რაც შეეხება მოსახლეობას, ზარალი ფაქტიურად მოსახლეობამ არ მიიღო, თუ არ ჩავთვლით ერთ მოსახლეს, რომლის კერძო მეურნეობა რკინიგზასთან მიმდებარე ტერიტორიაზე იყო და სადაც ჩაიღვარა ნავთობი. ფაქტიურად ეხლა მიმდინარეობს ამ ნიადაგის გათვალისწინებული ამ ოჯახისთვის. ჯერჯერობით ამ ოჯახთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი შეხებისწინებები არ გვქონია. დღეს აგერ პირველად გაირკვა, რომ ეს ქალბატონი არის დაინტერესებული პირი და მინდა განვაცხადო, რომ არავითარი პრობლემა ამ ქალბატონს არ ექნება რკინიგზის დეპარტამენტთან ურთიერთობაში ზარალის ასანაზღაურებლად იმ შემთხვევაში, თუ ამ ქალბატონს გადახდილი აქვს მიწის გადასახადი, ამ თუ აქვს სერტიფიკატი საკუთრების შესახებ. თუ ეს ორი დოკუმენტი არის მოგვარებული, არავითარი პრობლემა არ იქნება ამ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სოფელ სვენეთში მილსადენის შედეგად მიყენებულ ზარალს, აქ შეიძლება ასე ითქვას, რომ ეს ხაზი არის სუფსა, ბაქოს სუფსის მონაკვეთი. სვენეთში სადღაც 121 კილომეტრზე მოხდა დაზიანება, საიდანაც დაბინძურდა ნიადაგი, მაგრამ აქ უკვე ზარალზე არ არის ლაპარაკი. ზარალზე იქნებოდა ლაპარაკი შემთხვევაში, თუ დაღვრილი ნედლი ნავთობი დაღვრის მიზეზი გამოწვეული იქნებოდა მილსადენის კომპანიის უშუალო ქმედებით ან შეცდომის ან უყურადღებობის გამო, მაგრამ აქ ჩვენ ფაქტი ჰქონდა ამ ნედლი ნავთობის დატაცების ცდილობასთან. როგორც მოკვლევიდან გამოჩნდა, ეხლა ეს სამართლის საქმე აღძრა პროკურატურამ, იქ იყო მცდელობა დატაცებისა, სადღაც 2-3-ზე
მოცულობის ორმო ალბათ ბელარუს ტექნიკის საშუალებით იყო ამოღებული ოს ორმო და გაკეთებული ქონდა უკვე მომზადებული იყო საინვესტო რომ მომკანი დაეყენებინაზე და როდესაც გახვრით ეს ესმილი 50 ატმოსფეროსი წნევით წამოსული ეს საწვავმა ამოხეთქა და მისი გაჩერება უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ამიტომ მიატოვა ეს ამ პიროვნებებმა, ვისაც მისი დაწესება უნდა გაიქცნენ და ფაქტურად ამან გამოიწვია ის, რომ იმ 3 საათის განმავლობაში 6 საათიდან 3 საათიდან 6 საათამდე, როდესაც ცნობილი გახდა ეს დაზიანება, სადღაც დაიღვარა 30 ტონა ნედლი ნავთობი. ამან დააბინძურა 110 მეტრის სიგანის და სიგრძის და 18 მეტრის სიგანის ფართობი. და რა შეეხება მოსახლეობას, ვინც აქ მოსახლე ეხლა იქ მოგახსენებთ, აქ კიდევ ვიმეორებ, მოსახლეობა დაზარალდა. ამჟამად გუშინ ზუსტად იყო გუშინ მილსადენის კომპანიის წარმომადგენლები ჩამოსულები, ჩვენგან ჩემი მოადგილე ბატონი მერაბი ესწრებოდა ამ შეხვედრას. მოხდა მოსახლეობასთან შეხვედრა და აქ მხოლოდ ერთ რამაზეა საუბარი, რომ დაიწყო უკვე მოცვლა იმ დაბინძურებული ნიადაგისა, გუშინდელი დღის მონაცემებით, გუშინ 13 საათის მონაცემებით უკვე 464 კუბომეტრი 30 სანტიმეტრის სიღრმეზე მიწა უკვე მოჭრილია, კიდევ დაახლოებით 120 კუბომეტრი მიწა უკვე მოჭრილია და გასატანია, ეს მიწა მიაქვთ საგარეჯოში, სადაც მისი გაწმენდა უნდა მოხდეს და პარალელურად ჩვენ მივეცით მილსადენის კომპანიას ნებართვა, რომ იქვე ახლომდებარე ტერიტორიიდან მოჭრან ნიადაგი და მოხდეს მოცვლა იმ დაბინძურებული ნიადაგისა ახალი მიწით შეივსება. აქ უკვე ზარალზე ლაპარაკი არ არის. დიდი მადლობა. მოდით ვნახოთ სიუჟეტი ამის შესახებ. ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ბაქოს სუფსის მილსადენის დაზიანება მოსახლეობამ შემთხვევით შენიშნა და სასტრაფოდ დაზიანების სამსახურში ატყობინა. შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილზე საქართველოს მილსადენის კომპანია, აღმოსავლეთ საქართველოს სუპერლაიზერის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ბაქოს სუფსის მილსადენის წარმომადგენლები, უშიშროების თანამშრომლები, რეგიონის სამართალდამცავები და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ამოთხარეს მიწა ცენტრალური მილი გახვრიტეს, რომელსაც ზედ დაამაგრეს რეზინის მილი და ეგრეთ წოდებული ხამუთის მოწყობილობა, რომლითაც ისინი ნავთობის ამოღებას გეგმავდნენ. აღნიშნული ხელსაწყოები ნივთმტკიცების სახით ხორის რაიონის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს. აღნიშნულზე მოხდა ექსპერტთან ერთად გასვლა, დათვალიერდა მიმდებარე ტერიტორია, სადაც დაახლოებით 120 მეტრი 5 მეტრზე დაღვრილი იყო ნავთობი, ნიადაგი იყო გაჟღენთილი ნავთობით, მოსულები იყვნენ სპეციალისტები და მიმდინარეობდა პირველადი სამუშაო ღონისძიებები. დაზიანებისთანავე, რომელიც მილსადენის 131-132 კილომეტრებს შორის დაფიქსირდა, მაშინვე დალუქულ იქნა მილები. დაზიანებული მილებიდან ამოტუნდეს ნავთობი, გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია და კვირას დაახლოებით 5 საათზე დაზიანება მთლიანად აღდგა და ნავთობიც გაეშვა. დაბინძურებულია სადღაც 500-600 კვადრატული მეტრი სასარგებლო ფართობი, მათგან 60 კვადრატული მეტრი განსაკუთრებით დაბინძურებულია, ეს ადგილია, სადაც მოხდა ძირითადად დაზიანება მილსადენისა. ახლა ფაქტიურად აღეძახლა სისხლის სამართლის საქმე, თვითონ მილსადენის დაზიანება დამოუკიდებელია მილსადენის დეპარტამენტის სამსახურისა. ეს უბრალოდ მესამე პირის ჩარევით არის გამოწვეული, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ადგილი ქონდა ნედლი ნავთობის დატაცების მცდელობას. მიმდინარეობს გამოძიება, სავარაუდოდ მილსადენის დაზიანების შედეგად რამდენიმე ათეული ტონა ნავთობი დაიღვარა. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვარ, მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე 8270 713 და 8270 71029. ახლა კი მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენთან დღეს სტუდიაში არიან მოსახლეობის ის წარმომადგენლები, ვისაც უშუალოდ შეეხო, ანუ ვინც უშუალოდ განიცადა ეს ეკოლოგიური ეს ზარალი. მოდით მოусმინოთ მათ. გთხოვთ მიკროფონი თუ შეიძლება, თქვენ კონკრეტულად თქვენს ნაკვეთში მოხდა ეს ყველაფერი და
იქ გქონდათ რამე ხეხილი თუ არა და ამ დროს რა სიტუაციაში არის ახლა? უშუალოდ ჩემს ნაკვეთში მოხდა, ესე იგი ჩემი სათქმელი და უпроსტად მე და აგერ ოქროპირიძე გოლიათი აქ გესწრებათ და გვევესწრებით. ჩვენი სათქმელი ბატონმა გივი თითქმის მთლიანად თქვა. დატაცების მიზნით. აი თქვენ რა ზარალი მოგაქვს? არა, ზარალი თითქმის ჩვენ ზარალი როგორ მოგვადგა იცი, მე როცა გავიგე და ჩემ ნაკვეთშიც არ მიშვებდნენ, მე თავიანთი ის წესები მაგათ აქვს, ხუდი დამახურე სპეციალურად და მიმიშვეს. მივედი დავათვალე და ჩემ ნაკვეთში არ მიშვეთ მეთქი და მაშინ ასე თუ არ თავიანთი ფორმა ჩამოწვეს და მივედი და ვნახე. და იქ ხდებოდა ის რომ ნამდვილად აი ხამუთის როგორც ხამუთს უწოდებთ ხოლმე ის იყო გაკეთებული და დაწების მიზნით იყო გათხრილი. მე არ გამოვირიცხა იმ ამბავს რომ ის იყო ნამდვილად მექანიზაციით გაჭრილი, მაგრამ დავათვალე მე ახლო მახო. არა, ეს გასაგებია. მე მაინტერესებს. ნაკვალი ვერ ნახე. არა, ჩემი შეხედვია. ჩემი პოზიცია ეს არის, ჩვენ არც ჩვენ გაგვიმარტეს და იქ არის ესე იგი 120 მეტრაზე სიგრძეზე იჭრება სიგრძით და სიგანით კიდევ 7 მეტრა მონაკვეთი, რომელიც აი საძირკვლის სახით რო ვიტყვით ხოლმე, იღებენ მთლიანად 50 ჯერ მოიღეს, იღებენ 20 სანტიმეტრზე, შემდეგ იღებენ 30 სანტიმეტრს, ამ 20 სანტიმეტრიან ფენას რომ მორჩებიან, შემდეგ იღებენ უკვე 30 სანტიმეტრს იწყებენ. ეს თითქმის დიახ, სულ 50 სანტიმეტრს. მე საუბარი მქონდა მათთან, შევხვდი იქ კარგი ახალგაზრდა. თუ გქონდათ ხეხილი ან რამე? არა, ხეხილი არაფერი არ გქონდა. ეს სოფლიდან მოშორებით არის, ხეხილი არა გვაქვს. ჩვენ არც იმას ვიტყვით, რომ ძალიან მაინც და მაინც ანაზღაურება და მე ერთს ვიტყვით, თუ კი ანაზღაურება იქნება, აგერ მეც და ოქროპირიძე თანახმარის, ისევ და ისევ როგორმე სვენეთის საშუალო სკოლის დაეხმარონ, იმიტომ მათ ფონდები აქვს და აი თუ კი იქნება შეთანხმების მიზნით. დღეს ჩვენ აგერ ვიყავით დავდეთ ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ ეს მონაკვეთი რაც ამოიჭრება მიწის ნაკვეთი მთლიანად შევსობილი იქნება, ჩვენ გვითხრეს გაგვიმართეს, რომ თქვენ რო თქვა თუ აქედან კი არა, სვენეთის მიწა მოვრჭრა და ისე დავაყაროთ დასავლეთ საქართველოს მიწას მოვიტანთ და იმას დავაყენოთ. თქვენი სურვილის ამ. და თქვენ, აი პირადად თქვენ, ჯერათ რომ იმ ნაკვეთზე მოსავალს ჩვეულებრივად მოიყვანთ და ეს მოსავალი ეკოლოგიურად მოსავალისა რა გითხრათ, ეხლა მოსავალს ხო დღეს ხო ვერ განვარდათ, არა, მას უნდა ალბათ. თუ შეიძლება მიკროფონი თქვენს თანასოფლელს რომ მიაწოდოთ. თუ შეიძლება ახლოს დაიკავოთ მიკროფონი. ნუ ეს მოხდა რა თქმა უნდა. მიკროფონი ახლოს თუ შეიძლება. რა შეიძლება უწოდოთ იმ ადამიანს, რომელმაც ეს გააკეთა, ეს შეარწყვინა მთელი რაიონის მთელი ყველას. ნუ შეიძლება ამჟამად ზის და ისიც უსმენს ამ გადაცემას, სირცხვილი მას. მოხდა რა თქმა უნდა. როგორ არა, ასე რომ თქვა, მე ვიცი, მესვის ეს ტყუილი ამბავია. მოსავალი 1-5 წლის განმავლობაში არ მოვა. ჯერითი რომ აყრიანი სხვა კატეგორიისა, რომელიც დარჩა სხვა კატეგორიისა, მე როცა გაჟღენთილია ეს მიწა ისეთნაირად რომ ახლა გლეხმა რა თქმა უნდა ვიცით რომ მოირწყობა ეს გავადა აქ 1-5 წლის ამბავში მაინც არ მოვა ეს უბრალოდ მზემან თუ არ დაწვა ეს ადგილი არ გამოაშრო აქ არავითარი მოსავალი არ მოვა ამაში რა ვიცი მე მაშინ ვარ დარწმუნებული მე საერთოდ თუ საშუალება იქნება და ეს ასე იქნება ნუ ყოველივე ეს ასე იქნება იმიტომ რომ უფრო ეს გაჟღენთილია ეს ნიადაგი ეს მზემ არ დაწვა თავისით არ გამოაშრო ეს ვარიანტი არ არის მორწყვის დროს ეს ყველა გლეხმა იცის მოედება ისევე ეს დარჩება ასე ბატონო გივი მე ვიცი რომ ნიადაგი რომ მომზადდეს როგორც ნიადაგი ამას მილიონი წელი ჭირდება და რაც შეეხება აი ამას ამ სიტუაციას იქ შეიძლება ჩვეულებრივად იმუშაოს გლეხმა და მოიყვანოს მოსავალი იმ ტერიტორიაზე. ახლა მაშინ ასეთ აი როგორც თქვენ გარემოს დაცვის გასაგებია ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის სპეციალისტი მდელად არ არის სპეციალისტის მოსაზრება არ არის გამსაზღვრელი ამდენად სოფლის მეურნეობის ფრაგის მოსაზრებები მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ გარკვეული წარმოდგენა მაქვს სოფლის მეურნეობაზე მე ნამდვილად ჩემ უფროს მეგობარს ვერ დავეთანხმები და მინდა განვაცხადო რომ აბსოლუტურად იმ ფენის მოხსნის შემდეგ, რაზეც არის ლაბარაკი 50 სანტიმეტრის სიღრმე დათელი სიგრძეზე, რაზეც იმ 10 მეტრის სიგრძის მონაკვეთის ამ თელ ფართობზე, მიწის შეცვლის შემთხვევაში არავითარი გართულება იქ არ იქნება. ამის გარანტიას მე ბატონო გაძლევ თქვენ.
არა, მიკროფონის გარეშე თქვენი ხმა არის მას უკრავთ. კი ბატონო, სწორედ გვამდებით, მაპატიეთ, გაწყვეტინებთ, საერთოდ დიდ ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ იყრება სხვა მიწა, ეს სხვა კატეგორიაა, ადგილობრივი სხვა კატეგორიაა. თუ შეიძლება მიკროფონი რომ მიაწოდოთ. აქ ლაპარაკი იყო, რომ თურმე ნიადაგის ჩამოყალიბებას თურმე არა მილიონობით წლები ჭირდება, მაგრამ თქვენ აკვეთში შევაუყვეთ ჩამოყალიბებული ნიადაგი. თან მით უმეტეს მილსადენის კომპანიამ განმარტება მოგცათ, რომ თქვენ თუ სურვილი გექნებათ, რომელ ნიადაგსაც გინდათ, რომელი კატეგორიისას იმას შევიყვანთ. აქ და კიდე იმას რაც შეეხება, რომ ნიადაგის ჩამოყალიბება უნდა, იგივე ავიღოთ ოთახის ყვავილებისთვის, ჩვენ ხო ვიღებთ ჩვეულებრივ ნიადაგს ბაღიდან. არანაირ პრობლემას აქვს. განსაკუთრებით მით უმეტეს იქ რახან არ არის მრავალწლიანი კულტურები. ბოსტნეულისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ბაღჩეულისთვის. დიდი მადლობა. დიახ, თქვენ შეგიძლიათ. მე დავამატებდი ამ საკითხთან ესეთ მას მე გუშინი ვიყავი ბატონმა მოგახსენათ ადგილზე დავათვალიერე BP-ის კომპანია BP-ის გარემოზაცვის წარმომადგენლებთან ერთად და იქ ესეთი მდგომარეობაა ის ნიადაგი რომელიც იხსნება იქ არის გაკეთებული ასე ვთქვათ საკონტროლო ჭები შეიძლება ჭაბურღილები ასე ამოთხრილია ამჟამად თვითონ ნავთობის კომპანიის წარმომადგენლები დამცავი ნიღბების გარეშე არ მუშაობენ. მოგახსენებთ ამასაც ნიღბები ამ იმათ აქ სხვა წესები სხვა მიდგომა აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამასაც კი ჯერ მე გავაგრძელებ იმას რასაც საუბრობდი ნიადაგის ფენასთან დაკავშირებით იქ მე ვნახე გაკეთებული სიღრმული ჭები სადაც ხდება სხვადასხვა სიღრმეზე არის სადაც ხდება ნიადაგში არსებული ნავთობის გამოჟურნა ისინი იმას კი არ იზახიან რომ ან 20 სანტიმეტრზე უნდა მოიხსნას ან 30-ზე აი ჭებიდან იმ საცვალთვალო ჭებიდან გამომდინარე რა სიღრმეზე დასჭირდება აი იმ სიღრმეზე ხდება იმის მოხსნა აქვე მინდა მოგახსენოთ რომ ნაყოფიერი ფენა 50 სანტიმეტრი არასდროს არ არის აქ ჩვენს პირობებში ის არის სადღაც 20 სანტიმეტრი ისე რომ სავსებით იქ შევა ნაყოფიერი ფენა და სავსებით დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს მე არ გამოვირიცხავ რაღაც იმას მაგრამ დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს ეს შეტანილი ფენა იმ ტერიტორიაზე ეხლა რაც შეეხება იმ შემთხვევაში აი მე როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელი და ჩახედული ამ საქმეში მოგეხმარები ყველანაირად თუ მან არ იმ შეტანილმა მიწამ არ გაამართლა და მოსავალი ვერ მიიღეთ ხო მოგეხმარები ყველანაირად თუ მიწა ნიად მოგიცვალონ ნაკვეთი მაგრამ გარანტიას გაწევთ არავითარი გართულება არ გექნება ძალიან კარგი ეს იყო გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ქალბატონი, რომელმაც განიცადა ზარალი მიადგა მას უშუალოდ ამ ნავთობის დაღურის შედეგად სოფელ ქვახრებში უკაცრავად. ქალბატონი, მოდით გვიანბეთ, აი რა მოხდა თქვენს ნაკვეთში და რა მდგომარეობაშია ამჟამად? ჩემს ნაკვეთში მე ჩავედი და დავათვალიერე, 3 ცისტერნა იყო გადავარდნილი, რომელიც ასე იყო გადაუმუშავებელი ნავთობით და შეიცავდა სადღაც 130 ტონა გადაუმუშავებელ ნავთობს. მთლიანად ჩემი ბაღი დაზარალებულია. იქ მქონდა დათესილი კულტურული მცენარეებიც და მქონდა კიდევაც დათესილი ნარგავებიც. ხო და შემოღობილი მქონდა ნავთული ბადით 4-ვე მხარეს, რკინის ბოძებით და სანამ ეს იყო კომუნისტური პერიოდი და შემდეგ მოხდა ნაკვეთების პრივატიზაცია. იმ პერიოდიდან მქონდა საქონლის საჭმელი, დათესილი, ეგრეთ წოდებული იონჯა. და ვიღებდით ხოლმე წელიწადში 4 მოსწავალს. ეხლა არ ვიცი, ეს მამაჩემის პერიოდიდან ვლაპარაკობ, ესე იგი დაახლოებით 20 წელი ამ ნაკვეთს ვუვლით ჩვენ. 20 წელი. და თუ ამის გადასახადი მე არ გადამიხდია, ეს ჩემი დანაშაული ნამდვილად არ არის და ჩემი ოჯახისა. ეს თვითონ უნდა გადასახადზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარი არის. თუ გქონდა თქვენი დათესილი რამე 20 წლის განმავლობაში ხმაურობდით ამ ნაკვეთს. 20 წლის განმავლობაში. ამჟამადაც დიახ. აი იქ გქონდათ რამე ნარგავები, რომ ნარგავიც იყო და ნათესიც იყო და გნებავთ თუ სიუჟეტი გაქვთ, აჩვენოს და ჩვენ მოწვეულ სტუმრებსაც და ტელემაყურებლებსაც. და რა გქონდა თქვენ რომ
კენკროვანი ხეხილი იყო, რამოდენიმე ახალი ჩაყრილი ეს იყო კაკალიც, ალუბალიც, სხვადასხვა ხილი და მეცილად ახლა ახან მივიღეთ 15 მიასედი პრივატიზებული ნაკვეთი, იმის შემდეგ იონჯას ვთესტით. და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, იქ იონჯა მოვა კიდევ? არა, ვითარ შემთხვევაში. რატომ ფიქრობთ? იმიტომ რომ 130 ტონა ნავთობი სადაც ჩაიღვარა, ხო? იქ აქ საუბარი იყო მე რამდენადაც ვიცი ზარალის ანაზღაურებაზე. დიახ. საგზაო უკაცრავად რკინიგზის დეპარტამენტის მხრიდან და თქვენთან თუ მოსულა ვინმე? არავინ არ მოსულა, არავინ არ შემხმიანებია და ზარალი განვიცადა, იმიტომ განვიცადა რომ რკინის ბოძებით მქონდა სულ შემოღობილი, რკინის კარით და ბოქლომით. ჩადიოდა ჩემი მეუღლე ხან ბოქლომი იყო გაფუჭებული, გააკეთებდა ხელახლა, ხან მავთული იყო. მაგრამ ნიადაგი არასდროს დაბინძურებული არ ყოფილა. არასოდეს. პირიქით, ჩვენ ეს ყამირი მიწა დავამუშავეთ, გავასუფთავეთ ეკლიანი მაყულის ბუჩქებით, აკაციის ნარგავებით და გამოიყურებოდა ძალიან კომფორტულად და ძალიან მოვლენად. იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი შემოსავალი წყარო. სანამ და რას აპირებთ ახლა? თქვათ აი ეს ნაკვეთი დარჩა ესე, რომ ზარალიც არ ეს გამოვედით პრინციპში იმ ნაკვეთიდან. ყველა ნორმალური ადამიანი იმის მომფიქრებელი იქნება, რომ არაფერი აღარ მოვა. შეიძლება საუკუნემაც გაიაროს. ვის უნდა მოსთხოვოთ პასუხი ამ ყველაფერზე? ეს თქვენს გამო არ მოხდა. ეს ჩემს გამო არ მოხდა. მე რა ვიცი, ალბათ ბატონი აკაკი ჩხაიძე არ დოქტორს უყურადღებოთ და გამოგვიყოფს იმდენ თანხას მაინც რაც ჩემმა მეუღლემ და ჯერ ჩემმა მამამ, რომელიც იყო რამდენი დრო გავიდა? აბა რის შემდეგ? ეს ავარია მოხდა. ეს მოხდა 8 იანვარს. ანუ თვეზე მეტია გასული. არა. ნახევარი თვე არის. დიახ. არავის არ მოუკითხებია და მეც არავის არ მიმიკითხავს სხვათა შორის. იმიტომ იმედი მაქვს ბატონი აკაკი ჩხაიძის, იმიტომ რომ არა მგონია რომ დატოვოს უყურადღებოთ და ნაწილი თანხა არ მოგვაწოდოს ჩვენ. იმიტომ რომ მამა ჩემი იყო ომისა და შრომის ვეტერანი, რკინიგზელთა ოჯახიდანვე წარმომადგენელი. რომ ზარი არის უკაცრავად მე ვერ გავიგე. ზარი არ ყოფილა ქალბატონო, თქვენ შეგიძლიათ განვიხილოთ საუბარი, ესე იგი თქვენთან არავინ არ მოსულა და არც მე მიმიკითხავს არავისთვის. ბატონო გივი, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ყველაფერზე? აი ამ შემთხვევაში გარემოს დაცვა მოხდა თუ არა? რა არის იცით, ამ შემთხვევაში მე ქალბატონს უთანაგზობ და ძალიან განვიცდი მის ასეთ ზარალს. კერძო საკუთრებაზე მიყენებულს, მაგრამ ვერაფერი დაეხმარა. არა, ამ შემთხვევაში მე მართლა ვერაფერი ვერ დავეხმარები. ეს ყველაფერი გადასაწყვეტია რკინიგზის დეპარტამენტის მიერ. ამდენად მე კიდევაც გაკურებული ვუსვენ 16 დღე გავიდა, მაშინ და რატომ ერთხელ მაინც არ მომართა რკინიგზის დეპარტამენტს, ან ჩვენთან მოსულობდა ჩვენ რამეერთ მივიხმურებით, რომ იქამდე ხმა მიეწვდნენ. და რაც შეეხება გარემოსთვის მიყენებულ ზარალს, თქვენ თუ გაქვთ ეს ყველაფერი აღწერილი? აი რა ზარალი მიადგა ამ შემთხვევაში? ხო მე წერგან თქვი და კიდე მინდა გავემეორო ჯერ ერთი რომ 4500 კვადრატული მეტრი იქნა დაბინძურებული, რომელიც აღდგენას საჭიროებს. წერგან დაასახელეთ ეს ყველაფერი. 22600 ლარი. არა მარტო თანხმობრივად, არამედ გარემოს თვითონ რა ზარალი მიადგა, რომელიც ლარებში მე ვფიქრობ არ განიზომება ყველაფერი. დაიწვა ნედლი ნავთობი, ჰაერში გაეფხვა ჰაერში და ჰაერში გაფქვეულმა. აი გაფქვევა მიაყენა გარემოს ზარალი, რომელიც 170 ტონა ნედლი დიზელის დაწვავით არის გამოწვეული. ეს როდესაც გადაიანგარიშეს, მიუყენეს ფორმულა, ეს ყველაფერი 22600 ლარში იქნა გამოსახული და ნიადაგის დაბინძურების გამო კიდე ზარალი არ ითვლება, უბრალოდ ამის ტექნოლოგია არ არსებობს, ამიტომ დადგა დღის წესრიგში დაბინძურებული ნიადაგის აღდგენის საკითხი, რაზეც ახლა მუშაობს რკინიგზის დეპარტამენტი, ნაწილი უკვე მარჯვენა მხარეს უკვე ხო შეიცვალა. თბილისიდან მომავალი მარჯვენა მხარე. კი და მარცხენა მხარესაც ეხლა უახლოეს დღეებში შეცვლიან ამ ნიადაგს. სხვა მეტი ამ ეტაპზე გაკეთება წარმოუდგენელია. ბანძანეთ რომ ნიადაგის დაბინძურებას აქ ვერ ზომავე, რას ნიშნავს? ვერ ზომავენ, ზარალს ვერ ზომავენ, მიყენებულ ზარალს ვერ ზომავენ, თორე ნიადაგი რო დაბინძურებულია და სიღრმისეულად არის ჩასული. ნუ ტექნოლოგია არ არსებობს მაგისი. ფულად გამოხატულებაში ვერ ხდება ზიანის თანხის. აი როგორც თქვენ ბრძანეთ რომ როგორ
აი მორალური ზიანი ხო ეკოლოგიას გარემომ რა ზარალი განიცადაო თანხები არ მაინტერესებს ვაი ზუსტად აქაც ეგეთი სიტუაცია თანხები გვაინტერესებს მაგრამ იმის გამო რომ ტექნოლოგია არ არსებობს თანხებამდე ვერ მივდივართ ფაქტია რომ ნიადაგი დაბინძურდა მაგრამ აი რა ზარალი დაანგარიშება ჯერჯერობით არ არსებობს ეს სისტემა და ამიტომ ვერ ვიანგარიშებთ მაგრამ რახან ვერ ვიანგარიშებთ ხდება თვითონ ამ დაბინძურებული ნიადაგის მოხსნა გაიზომება სადამდეცა ნიადაგი დაბინძურებული ეს მთლიანად მოიხსნება და იქ დაიყრება სუფთა ნიადაგი და დაბინძურებული ნიადაგის გადამუშავება მოხდება. თქვენს ნაკვეთში თუ მოხდა ამ ყოველთვის გაზომვა? მე არ მინახავს პირადად თურმე აუღიათ ეს დაბინძურებული ნიადაგი, მაგრამ რამდენი უნდა აიღონ ისე რომ 130 ტონა ნავთობი შიგარის ჩაყრება. არ არის ეს მოსლენა. მე მოგახსენებთ პირველი რიგში მინდა ვთქვა რომ პირველივე დღეს ავარიის პირველივე დღეს მთელი ჩვენი სამსახური გარემოსდაცვის სამსახური და თვითონ სამინისტროდან მინისტრის ადგილზე იმყოფებოდა ჩვენ დავათვალიერეთ ეს ყველაფერი პირველ დღესაც და მეორე დღესაც შემდეგ მე მინდა აღვნიშნო რომ ლაბორატორიის მიერ ჩვენ ყავს გარემოსდაცვის ლაბორატორიაში და ქართლის აღებული იქნა აი ნიადაგის სინჯები აქ 18 სინჯი იქნა აღებული, როგორც ჯერ 6 სინჯია ვიღეთ და შენო 18 სინჯი ორჯერ მოხდა დამატებითი აღება. ეს იყო როგორც სიღრმული სინჯები, ასევე ზედაპირული სინჯები, ნიადაგის სინჯები. მე შემიძლია მოგახსენოთ ის ადგილი, სადაც ძირითადად ავარიის შემდეგაც ცისტერნები რო გადაადგილეს დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი და სადაც იყო დაქცეული გუბურა იყო გაკეთებული ნავთობის, იქ იყო ყველაზე მეტი დაბინძურება, ესე იგი შემცველობა ნავთობის 400 ჯერ აღემატებოდა, სხვა ადგილებში ეს ზედაპირულ იმაზე არის. სხვა ადგილებში დაახლოებით 300 ჯერ ნორმას აღემატებოდა. მაგრამ მე მინდა აქვე აღვნიშნო რომ მოგახსენეთ რომ სიღრმული სინჯები იქნა აღებული, ამ სიღრმული სინჯებნა მე გადავამოწმეთ კიდევაც უკვე 20 სანტიმეტრი კი ჩვენ ავიღეთ 0-დან 20-მდე, 20-დან 40 და 40-დან 50 სანტიმეტრის სიღრმეზე. ბოლო სიღრმე 50 სანტიმეტრზე. და მე მინდა აღვნიშნო რომ ეს ლაბორატორიული მონაცემებით დაბინძურებას სადღაც 20 სანტიმეტრამდე არც მიდიოდა, მაგრამ უმნიშვნელო იყო ახლა 30 სანტიმეტრისკენ დაბინძურება აღარ შეიძლება. ეს მხოლოდ იმ ადგილას სადაც გუბურა იყო, როდესაც საქართველოს რკინიგზამ ეს ნიადაგი დაბინძურებული ნიადაგი მოხსნა, მაშინ ასეთი იყო რომ თვითონ იმ გუბურის ადგილზე მოგვიწია 50 სანტიმეტრამდე სიღრმული ფენის მოხსნა. იქ ყველაზე მეტი მოიხსნა. ეს აქ აღინიშნა კიდევაც წაღებულია ნიადაგის საგარეჯოში რეაბილიტაციისთვის, აღდგენისათვის და შემდგომ ან იგივე ნიადაგი, ან კიდევ სხვა ადგილობრივი ნიადაგი მოხდება, ეს მოხდება შეთანხმება ჩვენი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და შემდეგ შემოვა ნიადაგი. აქვე მე მინდა აღვნიშნო ზარალთან, ზიანთან დაკავშირებით. მე ასეთი კომენტარს გავაკეთე, რომ იგივე ნიადაგის დაბინძურებისათვის ზიანი გამოიხატება იმაში, რომ თვითონ ნიადაგი რო დაბინძურდა, ამ ხომ იმას უნდა მოხსნდეს, მოხსნა, გატანა, შემდეგ აღდგენა, ახლის შემოტანა, ამას ხო თანხები სჭირდება, ეს უკვე ფაქტიურად გარემოზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი პროცედურაა. რა თქმა უნდა, მე მოგახსენებთ, აქ ბატონმა აღნიშნა, რომ ჩვენ უკვე წაუყენეთ სარჩელი შპს საქართველოს რკინიგზას, გარდა იმ ჰაერის დაბინძურებაზე გადასახდელი თანხებისა, ჩვენ მივეცით ასე ვთქვათ დავალების სახით, რომ კი მოგახსენებთ ეს შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს აი ამ დაბინძურებაზე. არა, პირველი რაც იყო, სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო. კი, რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით პირველად სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო ამ ფენის, დაბინძურებული ფენის მოხსნა. რაც უკვე მოხდა. არა, რაც უკვე მოხდა და გატანილი იქნა. ეს ხალბატონის ნაკვეთში ეს ჯერ არ არა, იყო. პირიქით. გატანილია თვითონვე და დაგვემოწვა კიდევაც. და აი შემოტანა ჯერ არ დაწყებულა. ამ შემოტანასთან დაკავშირებით მე აღვნიშნე, ამას უნდა თავისი პროგრამას შემუშავება, რომელიც იქნება გარემოსდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული
ჩვენთან შედახმებული ჩვენ სამართლოსთან და ამის შემდგომ მოხდება ეს ყველაფერი ნიადაგის შემოტანა. არა, თქვენი ხმა უბრალოდ მიკროფონის გარეშე კაკეთი საკითხი დაგვავიწყდა, რადგან ყურადღება არ გაგვიმახვილებია. ამ ფაქტთან დაკავშირებით შედგა სამართალდარღვევის ოქმი, გადაიგზავნა რაიონისა გორის ერმის სასამართლოში და დადგა საკითხი იმ პირის პასუხისმგებლობის შესახებ, ვინაც იმ პერიოდში იყო მორიგე გადასარბენი გრაკალი გორის მონაკვეთზე. ეს გასაგებია. გარდა ამისა, რომ ნავთობი გაიჟონა, იქ ჰაერსაც მიადგა რა, ჰაერშიც გაიფრქვა. და აი ეს ზარალი, ეს ყველაფერი, იქ ადამიანები ცხოვრობენ, სუნთქავენ. ნუ თუ ეს არაფერი. ეს მხოლოდ ლარებში 22,000 ლარში გამოიყენება. იმიტომ დავაჯარიმით, რომ სწორედ ჰაერი დააბინძურეს. იმიტომ დავაჯარიმით. თქვენი აზრით ეს თანხა საკმარისია ამ ზარალის ასანაცვლებლად? ნუ ახლა დღეს ამ თანხის დასაანგარიშებლად არსებობს მთელი კანონთა კრებული, ხო იგივე საგადასახადო კოდექსში განსაზღვრულია გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადი. მე იქ არის როგორ უნდა გაანგარიშდეს. ეხლა როცა დაიწვა ის ნავთობი, ხო ნავთობის დაწვის შედეგად ჰაერში გაიფრქვევა ნახშირორჟანგი და სხვა ნივთიერებები, სხვა მავნე ტოქსიკური ნივთიერებები. და თვითოული ნივთიერების გარკვევისათვის კიდე არსებობს კვოტა და იქ არის ჯარიმა, როცა ამ ნორმას გადააჭარბებ. ამის მიხედვით მოხდა ეს ჩვენი პრეტენზია არ არის. თორე ჩვენ გარემოს დამცველები ვარ და პირველ რიგში ვფიქრობთ, რომ გარემოს ნაკლები ზარალი მიადგეს. თავისთავად ის თანხას, რაც ჩვენ ბიუჯეტში თუ კი დაჯდება ის ჯარიმა ამოღებული, მოხმარდება ისევ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე. აი მაგალითად როგორ ფიქრობთ, ჰაერისთვის, ატმოსფეროსთვის მეტანებული ზარალის თქვათ თანხა დაახარჯოთ აი ამ ყველაფერს. როგორ უნდა მოხდეს ეს? როგორ და ჩვეულებრივ შეიძლება იმისი შეწოვა, რაც უკვე გაიფრქვა, არ მოხერხდეს, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც ატმოსფეროს დაცვას უკავშირდება, მოგვარდეს რაღაცა. ის თანხა გამოყენებული იქნეს სხვა პრობლემის მოსაგვარებლად. თუნდაც ელემენტარულად ნაგვის პრობლემა, ნაგვისგან ატმოსფერო საკმაოდ სერიოზულად ზიანდება. ანუ თქვენ ამ თანხით გაიტანთ უბრალოდ იქიდან ნაგავს? ნაგავს არ გავიტანთ, მოეწყობა ნორმალური ნაგავსაყრელი. გასაგებია. თუნდაც გადაწყდება კიდე სხვა პრობლემები. გასაგებია. მე მინდა ჩვენს მეორე საკითხზე გადავიდეთ, ეს შეეხება ხე-ტყის უკანონო ჭრას, მაგრამ სანამ ამ თემაზე უშუალოდ საუბარს დავიწყებდეთ, მოდით ვნახოთ ჩვენი სიუჟეტი ამის შესახებ. ხე-ტყის არაორგანიზებული და უკანონო ჭრა დღეს ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ამ ყველაფრის ლოგიკური შედეგი ეკოლოგიური კატასტროფაა, თუმცა ამის შესახებ დღეს არ საუბრობენ ის უწყებები, რომელთაც ხე-ტყის ჭრაზე კონტროლი ეკისრება. რა დგას ამ სიჩუმის უკან? შეიძლება მატერიალური დაინტერესებაც მათი. თუ ესე გაგრძელდეს, ეს მასიურად მოისპეს ხეები, ლიახვი აუცილებლად შუა ქალაქში ჩაიდეს. ეს ტყე არეგულირებს როგორც წყალდამცავს, ისე წყალმომარაგების ფუნქციებს არეგულირებს ქალაქისთვის, განსაკუთრებით ქალაქისთვის. რავი, შევარდნაძეს ხელში ვეღარაფერი ვეღარ გამოდის ამ ცხოვრებაში რა. ახანამდე ორ მანქანაში საყიდულობდი ხოლმე, დღესდღეობით ესე ვეწვალებია, არ შემიძლია დაგრეჯილი დავდივარ ეს ტყეში, რა ვქნა. თქვენ აქ მოდიხართ და დღეში დაახლოებით რამდენ ადგილას გვხვდებათ ეს მსგავსი სიტუაცია? და ჭრიაში. გაიხედ გამოიხედებ მე ჭალაში NTS მგონია ეხლა სიმართლე რო გითხრა. მე რა ვიცი, სოფელში უფრო, ქალაქში უფრო ტრანსპორტი ადადეს ვიდრე ტყეში, დღესდღეობით. რავი, როცა დავდივარ ყოველთვის ესე ხვდები მე. დაახლოებით რამდენ ადგილას ხვდებით ხოლმე ჭრია? რა ვიცი, რა დავთვალ, როგორ დავთვალო ამდენი ის. დღეში ხან ადგანა ხვდები, რა ვიცი. დაახლოებით 140 ჰექტარი ტყის ფართობი ყოველდღიურად სულ მცირე 20 ადგილას მაინც იჩეხება. აქ ახლაც შეგიძლიათ გაიგონოთ ეგრეთ წოდებული დრუჟბის ხმა, თუმცა ეს ხმა არ ესმით მათ, ვისაც ეს უნდა ესმოდეს და რეაგირებას ახდენდეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკოლოგიურ პოლიციას, გარემოს დაცვის სამსახურსა და სატყეო დეპარტამენტს შეეხება. ეთერში ვარ. ჩვენ ისე პირდაპირ ეთერში ვარ, ბატონ თემურ. მე მინდა თქვენ კომენტარი გთხოვოთ ყოველივე ნანახის შესახებ. ჩემი საუბრით სატყეო მეურნეობის დღევანდელი საქმიანობა სრულებითაც არ მინდა იდეალურად წარმოადგინო. ნაკლი ზოგიერთ შემთხვევაში იმაზე მეტია, ვიდრე ამას მოქალაქეები ხედავენ.
რასაც ჩვენ ხშირად ვაღიარებთ. მაგრამ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები ჩვენ მაგალითად ვერ გამოგვადგება სატყეურნეობას, რამე თუ აქ ნახეთ ეგრეთ წოდებული ქარსაფარი ზოლები, არა, ეს ქარსაფარი ზოლები არის. ჭალის ტყეები, რომელიც მე დამერწმუნეთ, რომ ზუსტად ასეა, რასაც ვიძახი და თქვენ სად ვიყავით, მე არ ვიცი, მაგრამ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები სატყეურნეობის ტერიტორიას არ განეკუთვნება, მე რამდენადაც ვიცი. თუმცა მე იმას აღვნიშნავ, რომ უკანონო ჭრები სატყეურნეობაში არის, იგი გასული წლის მონაცემებით 250-მდე კუბომეტრს შეადგენს და ეს 250 კუბომეტრი მოდის 35,000 ჰექტარ ტყით-დაფარულ ფართობზე, სადაც ხე-ტყის საერთო მარაგი 5 მილიონი კუბომეტრია. თვლი რომ არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ რომ არის, იგი საგანგაშტო სრულებითაც არ არის. მე თავიდანვე გითხარით, რომ იდეალურად არ უნდა წარმოადგინო, მაგრამ ხე-ტყის უკანონო ჭრა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში და იგივე გორის რაიონში არსებობს, განყენებულად არ შეიძლება წარმოვიდგინოთ. ეს მხოლოდ სოციალური მდგომარეობის გამო ხდება? მე რატომღაც დასაბუთებულად შემიძლია ვთქვა, რომ არიან ისეთი კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც სამასალე ხე-ტყითაც სარგებლობენ, მე საუბარი მაქვს დატაცების ცალკეულ შემთხვევებზე და არაერთია გამოვლინებული მთელი წლის განმავლობაში, რომელიც შესაბამისად გადაცემული იქნა სამართალდამცავ ორგანოებს, რამოდენიმე საქმე წარიმართა სახალხო სასამართლოში და შესაბამისი განაჩენები არსებობს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ძირითადში მე ვთვლი, რომ როგორც ამ დარგის ხელმძღვანელი, სატყეურნეობის დირექტორი, მეტყევე სპეციალობით, რომ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარეა. ჩვენ გასულ წელს საჭიროდ ჩავთვალეთ სატყეურნეობამ, რომ დაახლოებით 1 საათიანი გადაცემა იყო თქვენივე ტელევიზიის მეშვეობით, თქვენივე ტელევიზიის საშუალებით, რომ გარკვეულწილად ადამიანებისათვის გარკვეული წარმოდგენა შეგვექნა არსებულ პროცესებზე, გორის სატყეურნეობა, საცდელ საჩვენებელი სატყეურნეობა, იგი დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არ შედის, შედის მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევების ინსტიტუტის დაქვემდებარებაში და იქ წმინდა სატყეურ-სამეურნეო ღონისძიების გარდა მთელი რიგი ცდებია დაყენებული. ბატონ თემურ, უკაცრავად გაგაწყვეტინეთ. მე უბრალოდ თქვენი პოზიცია, როგორც პიროვნების მინდა თუ შეიძლება ჩამოაყალიბოთ რა საკითხის ირგვლივით. აი, თქვენ ალბათ გქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ დღეში ყოფილიყართ რა. და იქ წაწყდომი ხართ უკაცრავად. შეხვედრით ხართ იმ ფაქტს, რომ მიმდინარეობს ხეის ჭრა. აი ამ შემთხვევაში, აი თქვენი როგორც პიროვნების პოზიცია, აი როგორია ეს? ნუ დღეში ყოფილიყართ, მე სატყეურნეობის დირექტორს მსგავსი სახის შეკითხვას არ დავუსვამთ. რამე თუ სატყეურნეობის დირექტორი კულტურისა და დასვენების პარკში ნაკლებად უნდა დიოდეს და ძირითადი სამუშაო არის დღეში. შევხედრილ რა თქმა უნდა, არაერთხელ შესაბამისი გამოვლინებებიც ყოფილა და მე უკვე გითხარით, რომ აი ჩვენი შეხვედრა იქ გასაერთიანების ხასიათს სრულებითაც არ ატარებს, ამაზე დგება შესაბამისი აქტები, რომლებიც წარიმართება მერე შესაბამის ორგანოებში. და ერთი ასეთი მაგალითი ყოფილა. და მე რა მინდა გითხრათ, იცით? მე როცა სოციალური მდგომარეობა აღვნიშნე, აქ სრულებითაც არ მიფიქრია ის, რომ ჩვენივე დამოკიდებულება შემოსულქებინა. მაგრამ არის ისეთი მომენტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგჯერ ნათქვამია ადამიანი იმ ტონზე იჯდა, რომელსაც ჭრიდაო. აი მე თქვენივე დღევანდელი ტელევიზიის საშუალებით ამ ეთერით მინდა იგივე რკინიგზის სადგურის მოსახლეობა შევეხმიანო. სოფელ გორიჯვრის მოსახლეობა შევეხმიანო. აი წლების მანძილზე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის უსისტემო შეხვამ, იქ თქვენ იცით რომ ტყე არის, გამოიწვია უკვე წყლის მერი ეროზიები. თავიდან ბოლომდე ესე იგი ნუ ამაზე პასუხისგებლობა იმდაგვარად იქ წვრიმანი დატაცებებია, რომელზეც შესაბამისად ელემენტარულად ჯარიმები არის დაწესებული ერთი მეორე მოსახლეობას
ამასთან დაკავშირებით განმარტება მიცემული და შესაბამისად დაჯანმებულიც გვაქვს ეს ხალხი. უკვე პასუხი ნაგები აქვს თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ იმ ზიანს, რომელიც ზიანიც მაგალითად იგივე სადგურის მოსახლეობას ამ წყლის მიერ ეროზიის შედეგად ადგება რა, ეს არის აუნაზღაურებელი. ესე იგი უკვე წარეთ იწუნია მოსახლეობა აბსოლუტურად. რას გულისხმობთ ამაში? თავიდან ბოლომდე იმას გულისხმობ, რომელიც უკვე განმარტე, ამ ეროზიის შედეგად ეს მთა მთლიანად ჩამოვიდა. დაჯოჭიანება, ნიადაგის ფენები წყალს ჩამოაქვს, იტბორება და წვიმიანამიდში თუ გაგიuliათ წვიმიანამიდებში თუ გაგიuliათ რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, აბსოლუტურად არის ეს მოუთმენელი მდგომარეობა. ეს ყველაფერი ხეთყის უკანონოდ ეს ყველაფერი იმ წვრილმანმა ჩეხმამ განაპირობა, რომელიც მოსახლეობამ თავის ბინებთან ახლო მდებარე ადგილებში ჩაიგდო. თქვენი აზრით ეს მხოლოდ მოსახლეობის მიერ მიყენებული ზარალია გარემოსთვის? ეს მხოლოდ მოსახლეობის მიერ იგივე რკინიგზის დასახლების მოსახლეობის მიერ მიყენებული ზარალი აბსოლუტურად. იქ კომბინატის დასახლებიდან და სხვა ტერიტორიებიდან იქ არ მიდიან ადამიანები. ღამის საათებში თუ გამთენიისას თუ გნებავთ დღის განმავლობაში, ესე იგი წვრილ-წვრილად თითოეულ აღერს ეზიდებიან. მე ვიცი რომ ჯარიმა ერთი ხის მოჭრისთვის არის საკმაოდ მიზერული თანხა. თქვენ წარმოიდგინეთ რომ მიზერული თანხა არ არის, გააჩნია მიზერული თანხა სრულებითაც არ არის, იგი სოლიდურ თანხებშია, ზარალის გაანგარიშებას შესაბამისი მეთოდიკა არსებობს და ერთი მანქანის დატაცების შემთხვევაში ზარალის თანხა ხშირად 800 ლარსაც შეადგენს. რაც შეეხება ერთი ხის მოჭრას? ერთი ხის მოჭრა შესაბამისად გააჩნია, ესე იგი 40 ლარიდან რადიამეტრისა, რაჯიშია, ამას აქვს ყველაფერს, ესე იგი შესაბამისი გათვლა. გასაგებია, ჩვენთან დღეს სტუმრად არის აგრეთვე მეტყევე. გთხოვთ მიკროფონი თუ შეიძლება და გთხოვთ მოგვიყვეთ. აი თქვენ პირადად რა შემთხვევებთან გქონიათ საქმე? თუ შეიძლება მიკროფონი ახლოს დაიკავოთ. თუ შეიძლება მიკროფონი ახლოს დაიკავოთ. პატივშემომადგენელი მაყურებლებმა ისე არ გამიგონო, მე მოსახლეობა არ ვითვალისწინებ იმას სოციალურ მდგომარეობას ან იმას, მაგრამ პირადად მე მინდა ვთქვა ის, რომ მოსახლეობის სოციალურად გაჭირვებული ხალხი ვერ სარგებლობს იმ სარგებლობენ, ვისაც 200 და 3005 ვაშლი მოსდის. აი ეს სარგებლობენ ამ ტრანსპორტი მათ დახავთ ყველაფერი. გაჭირვებული მოსახლეობა თუ უნდა წავიდეთ ადგილზე შევაბოდოთ, დღესაც არ მე იხოცებიან სიმშილითაც და სიცივითაც. თქვენ როგორც მეტყევე, გქონიათ ასეთი ფაქტები, რომ მასობრივი წნევანდლამის მე მაპატიოს ახლა თემურ ხაჩიოს მე ძალიან კარგად ვიცნობ, ბატონ მერაბის გარემოს დაცვის უფროსას მერაბსაც კარგად ვიცნობ, შეკითხებული მყავს მთელი ის მარტო ამ წელს გაიჩეხა და მასიურად აიგვა პეცისპირისგან, სადაც 150 წელი დღემდე შემოვიდა 10 წლის წინ ეგ წე იყო თავიდან ბოლომდის დაცული ყველანაირად გაშენებული, დამშვენებული 10 წლის წინ როგორ ვეღარ შეიძლება საწყო მეურნეობა დაცვა ამ წეებისა და ძალაუნებურად უნდა თუ არ უნდა გადააბარეს ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომლებიც იმ მომენტში უკვე აღარ არსებობდა, აღარ საბჭოთა მეურნეობა არსებობდა, აღარ კონდომები. ანუ ეს ყველაფერი უკანონოდ მოხდა თქვენ ფიქრობთ? რა თქმა უნდა უკანონობა მოყვა ამას მე აი ეს მოსახლეობა აღვიღახდა მოსახლეობა ვისაც ვინიცავდა 1000 ისინი ყავდა დამჭერები და დაიწყეს მასიური მილიონობით კუბომეტრია სახელმწიფო ზონებიდან დატაცებული მილიონობით კუბომეტრია ასევე ეკულტურებიდან დატაცებული ეს იმას პატრონი 10 წელია პატრონი როგორც წლევანდამის ეს 140 ჰექტარი პატრონმა მერაბმა იცის წე რომელიც ლიაბის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა ვინა ხერა როგორი კბილა ზოგი შეხვედრით ზოგი რაღაცა გამოდიდა სულ ესე იგი მასიურად აიშვა მოსახლეობა ეს თქვენს პეცმინეტარი გაწმენდილი გასწრებული აღარაფერი აღარ არის რომელიც დიდ სასიშროებას წარმოადგენს ქალაქი გორისთვის ლიაბის ადიდების შემთხვევაში აღარაფერი აღარ დაიწყეს წაიღეს ლიაბს და ის წე ასრულებდა როგორც წყალმომარაგების ფუნქციებს ასევე წყალდამცავ ფუნქციებს რა თქმა უნდა ეკოლოგიურად უკვე წენდა ეს ტელეფონი. აუცილებელია ჩემი ესე იგი მოსაზრება არის ასეთი, შეიქმნას ისე იყო ხოლმე, რა თქმა უნდა
საქმეებრივ სათქმეურობას არ ძალობს ამ ტყეების დაცვა და შეისწავლოს. არც გვევალება. განმარტებას მოგცემთ. რა თქმა უნდა, მე უბრალოდ მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მე სტუდიაში მოვიწვია ეკოლოგიური პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ არ გამოცხადდნენ ჩვენთან სტუდიაში, ალბათ თავი არის ეს აღმოსვლას, მაგრამ საკმაოდ საინტერესო იქნებოდა მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რასაც ბატონი ბრძანებს, მე არ ვიცი საცხოვრობს, მაგრამ იგი აბსოლუტური სინამდვილეა ვეთანხმები, მაგრამ მოსახლეობის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეგრეთ წოდებული ჭალის ტყეები, საკოლმეურნეო ტყეები, რასაც ბატონი ბრძანებს, იგი სატყეომეურნეობის დაქვემდებარებაში არ შედის, თუმცა შედიოდა წლების მანძილზე, მაგრამ მე ვერ გეტყვით, ალბათ თავის დროზე გაუმართლებლად გადაეცა სოფლებს შესაბამისი შტატები სოფლებში ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა და უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად გაიჩერა. დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ეგრეთ წოდებული საკოლმეურნეო ტყეები, რომლებიც იყო და ეხლა სოფლის საკრებულობის გამგებლობაში არის და ჭალის ტყეები გადაცემული იყო შესაბამის სატყეო-მეურნეობებს. არაერთი კომისია შეიქმნა ამასთან დაკავშირებით გორის რაიონში, მაგრამ შეგნებულად და ამასთან კატეგორიულად უარი განაცხადა სატყეო-მეურნეობის ხელმძღვანელობამ, რა თქმა უნდა შესაბამის ზემდგომთან შეთანხმებით, რომ აღნიშნული ტყეები ბალანსზე არ მიგვეყო და რატო? სწორედ იმიტომ, რასაც ბატონი ბრძანებს, რომ იქ ფიზიკურად უკვე აღარ არსებობს. არის ეგრეთ წოდებული ბუჩქნარები, თუ ადგილობრივმა რეალურად უკვე იქ ტყე აღარ არის. მე ამის თქმა მინდა, მაგრამ აღნიშნული რომც მიგვეღო, არსებობს შესაბამისი პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ტერიტორიების სატყეომეურნეობის დაქვემდებარებაში რომ გადასულიყო, დაახლოებით 30-40 ერთეული საშტატო ერთეულია ეს ამ მხედველობაში, უნდა აუცილებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო, რის საშუალებაც ამჟამად ცენტრალური ბიუჯეტს არ გააჩნია. ელემენტარულად ვერ მოვიწოდით ამას. უამრავი უწყება, რომელმაც კონტროლი უნდა ახორციელოს. მე უკვე გითხარით, რომ ეს არის ადგილობრივი საკრებულოების დაქვემდებარებაში და კარგი იქნებოდა დღეს, რომ იქ სადაც განსაკუთრებული დაზიანებებია, მე საუბარი მაქვს ყარალეთის მიმდებარე, ძევერის მიმდებარე და სხვადასხვა ბევრი ასეთი ადგილები არსებობს, რომ აღნიშნული საკრებულოს გამგებლების მოსულიყონ და ელემენტარულად შეკითხვაზე უფრო კომპეტენტურ პასუხს ალბათ ისინი გაცემდნენ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საინტერესო საკითხი. ეს არის ნებართვები. ხშირად მე ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენგანაც ცნობილი არის ბატონ ფირუს, რომ თქვენ როდესაც შეხვედრი ხართ ასე მასობრივ ჭრას, მათ უჩვენებია თქვენთვის საბუთი. საიდან ყოფილა ეს საბუთი? ნებართვები კი რა, ვიღაც ეს, მაგრამ ვისგან აქვს ეს ნებართვები? არის საიდან არის ამას ვერ გავიგე, რა არის კონკრეტულად არ არის. ქარსაფარი ზოლების ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ზოლები არსებობდა. შესაბამისი ნებართვის გამცემი უწყება არის გარემოსდაცვის სამსახური, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვის სამსახური ყოველთვის თავს იკავებს ამ ქარსაფარი ზოლების გაჩერხვაზე, ჭრაზე უпроსტად გაჩერხვას თავი დავანებოდა ჭრა დავარქვათ. ამა თუ რა თქმა უნდა ელემენტარულად გამონაკლისი შეიძლება დაუშვან იმ შემთხვევაში, მე მაპატიე ბატონმა გივიმ რომ პასუხი ვიძლევა ამასთან დაკავშირებით, თუ სცენარების ერთი ნაწილი არის ამორტიზირებული. ერთი განმარტება. მე საერთოდ დღეს კონკრეტულად ამ ნედლი ნავთობის დაბრის საკითხთან დაკავშირებით ვიყავი მოწვეული, მაგრამ საკითხი რამდენადაც ისეთ დარგს შეეხო და გარემოსდაცვის კუთხით სამსახურს შეეხო, როგორიც არის ტყე და ტყის დატაცება. უბრალოდ კომენტარი არ გავაკეთო, უბრალოდ წარმოუდგენელი. ბატონ თემურიმაც ბრძანა და მეც როგორც პირიქში ქართველი და ჩემი ქვეყნის მოქალაქე და ჩემი ქვეყნის პატრიოტი ძალიანაც მაწუხებს და მაგრათაც მაწუხებს ის რაც ხდება ქვეყანაში. ეს არც გორზია მხოლოდ ლაპარაკი, არც და ქართლერა ლაპარაკი, მთლიანად საქართველოში არის კატასტროფული მდგომარეობა ტყის დატაცებასთან დაკავშირებით. რომ დავდგეთ მე და ბატონი თემური. მოდით რა კითხვენ განიზრახეთ რომ ამაზე ისაუბროთ. მოდით ვთქვათ მაშინ იმ ნებართვების შესახებ. მაგაზეც ვიტყვით.
ვერც ბატონი თემური, ვერც მე ვერ მივცემ ჩვენ თავს იმის უფლებას, რომ დავიწყოთ იმის მტკიცება, რომ გორში, გნებავს, კასპში, ქარელში და სამაჩაბლოში დღეარი დაწესება. დღეს არის პარავენ და არ არის დაწესება დღისა. რას ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცუდად მუშაობთ? არა, მასე არა. აქ ეხლა რაზე როგორ არის, უბრალოდ როდესაც გარემოს დაცვის სამსახურზე არის საუბარი და ლაპარაკი იმაზე გარემოს დაცვის სამსახური როგორ აკონტროლებს დღეს, აქ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს კანონმდებლობა. კანონმდებლობა არის უფლებას მაძლევს მე. მე მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია დღის დატაცების ფაქტი დავაფიქსირო, თუ კონკრეტულად დღეში დავიჭირე მე დამნაშა. გზაზე რომ დავიჭირე, გზაზე რომ დავინახო მანქანის მომავალი დატვირთული ხეტყი. სამხრეთ ხალხში რომ შევიდე, ხო? და დავინახო ეს დუნება დაყრილი ხეტყი. ენ რაოდენობის ხეტყი, მე არ მაქვს უფლებას დავაფიქსირო. ამისაც არის სხვა უწყება. ბატონო, ეს ერთი მომენტი. დღეში და უამრავი ფაქტი ვნახე. სადა ნახეთ ერთი, როდის ნახეთ? ხო გქონდათ მე გადაგებოთ, ხო გქონდათ ვიდეო და ტექნიკა, აპარატურა ხო გქონდა და მიფიქსირებინათ. ეს ერთი მომენტი. ეხლა მეორე მომენტი. ამაში დაგვადანაშაულებ. არა, მე ვინ ამბობს რომ ხეთქი არ ხდება დატაცება, ხდება, მაგრამ ხდება კი. დაზარავდეს, ეს არ მინდა, უბრალოდ ეს იმდენად მასობრივია. მაშინ ერთმა ადამიანმა უნდა იწნიოს, ეს უბრალოდ უსამართლობა. ეს მასობრივია, ამიტომ თქვენ მე მაინტერესებს. ნუ თუ ასეთი რთული არის თქვენი სამსახურის მხრიდან ამ ფაქტზე წასწრება, ასე ვთქვათ. მე ვინ გეუბნებათ თუ არ აქვს ფაქტები? გასულ წელს 35 ფაქტი არის მასეთი დაფიქსირებული. წელს უკვე 16 ფაქტი არის, მაგის ზუსტად 24 დღის განმავლობაში. გვაქვს ეს ფაქტები, მაგრამ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. დიახ, მაშინ ქარსაფარის ზოლებზე ფიქსირებული ყველაზე ესეთი მსხვილი პარტია, რომელიც ქარელში და სამაჩაბლოდან. და რა რაოდენობის ხე გადიოდა? 8-9 კუბომეტრი. ერთ მანქანაზე მეტი არ ეტევოდა ახლა. ეხლა რაც ყველაზე მთავარი საკითხია, რაზეც ეხლა როგორც მე გავიგე, სიუჟეტიდანაც ნაწილი ამ ფაქტზე გამახვილებული ქარსაფარი და მინდორ საფარის ზოლი. როდესაც ამ საკითხზე ვლაპარაკობთ, უნდა განსაზღვროთ ერთი რამე. რას წარმოადგენს ქარსაფარის ზოლი? მინდორ საფარი და ქარსაფარის ზოლი ემსახურება ნიადაგის დაცვას, ნარგავების დაცვას, ხეხილის დაცვას, ხო? 40-იან წლების ბოლოს დაიწყო გორის რაიონში მინდორ საფარის ზოლების გაშენება. 2-4 მწკრივის რაოდენობით. 60-იანი წლებიდან დაიწყო ქარსაფარის ზოლების გაშენება. მე ისიც თქვა, ერთი წუთი ისიც თქვა მინდა. ეს ყველაფერი შეიძლება ჩემი მხრიდან ეხლა ამის თქმა ეკრანის საშუალებით არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ უბრალოდ ელემენტარულად სიცხადე რომ შევიტანოთ. ეს ის ნარგავებია, რომელიც უკვე ამორტიზებულია. მაგრამ ამას თავისი სისტემა უნდა. სწორედ ამიტომ ჩვენ დავაყენეთ საკითხი სამხაროო ადმინისტრაციის წინაშე, იმის გამო რომ უსისტემოდ ხდება ქარსაფარის ზოლების გაჩეხვა, საკრებულოს ბალანსზე გადაეცათ ქარსაფარის ზოლები, მიეცათ მე რაიონული გამგეობისათვის უფლება, შექმნილიყო რაიონული კომისიები, სოფლის თემის ერთი წუთი. არ არის რთული, არა, მე საკითხი რომ თქვი რომ ამორტიზირებულია, მე შეიძლება ხვალ მასიურად გამოვიდეს მოსახლეობა და მასიურად დაიწყოს შეხვედრა, ამიტომ მე მინდა განმარტებას მივცე. უნდა შეიქმნას კომისიები, გამგეობას უნდა მიეცათ უფლება ამ ამორტიზირებული ხეების მოჭრისა, ამ გამგეობმა უნდა გაყიდონ ეს ხე და შემოსული ფულით ისე უნდა განაახლონ ის ქარსაფარის ზოლები. ამაზეა ლაპარაკი. გაიგონ მათ რომელი არის ამორტიზირებული. ამიტომ ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს ამ ხეებისა, რომელი არის მოსაჭრელი, რომელი არის გამხმარი. ანუ ეს რთული პროცესია. რთული პროცესია. ახლა ამ ქვეყანაზე ადვილი არაფერი არ არის, ყველაფერს მუშაობა უნდა და შრომა უნდა. გასაგებია, მე მატყობინებენ რომ მაყურებელი არის ხაზზე, ეს ჩვენი პირველი მაყურებელია, სამწუხაროდ არ ვიცი აქამდე რატომ მაყურებელი ზარი არ იყო ჩვენთან ეთერში, ალბათ ისევ ტექნიკური პრობლემების გამო გისმენთ. ალო, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის გისმენთ. ბატონ გივისთან მაქვს კითხვა სწორედ ქარსაცავ ზოლებთან დაკავშირებით. ვარიანი შინდისის მარშრუტზე მთლიანად გაიჩეხა. მაინტერესებდა ნებართვა ამაზე თუ იყო და თუ რაიმე ღონისძიებები გატარდება, რომ შემდგომ ნიქოზამდე ბოლომდე არ გაიჩეხოს ეს ქარსაცავის ზოლი. მით უმეტეს ამ ზამთარმა აჩვენა, რომ ნამქერი საკმაოდ მნიშვნელოვნად აზარალებს გზავრებსაც და გზასაც ამ მარშრუტზე და ალბათ სხვაგანაც. მადლობა. აბსოლუტურად სამართლიანი კითხვა არის, ეს საკითხია, რომელიც გვაწუხებს ჩვენ და გვაწუხებს ყველას. სწორედ აი 16 აქტიდან, რომელიც მოგახსენეთ, რომ მიმდინარე წელს 25 წელია გაკეთებული, 9 აქტი არის
ვარიანი შიდისის მონაკვეთზე გაკეთებული. იქ მასიურად დაიწყო მოსახლეობამ ხის გაჩეხვა და ეს პერმანენტულად ხდება რაღაც საკრებულის მიხედვით. დაიწყო ძევერი და შარშან იყო მეჯრისხევის ზონაზე, დღეს დაიწყო ვარიანი შიდისის ზონაზე. გახსოვთ თქვენ შარშან ანალოგიური გადაცემა გავაკეთეთ თქვენი გადაცემით რეალიტის საშუალებით, როდესაც მასიურად გავედით და გადავიღეთ. ეხლა ანალოგიურად უნდა გავაკეთოთ ეს ვარიანში. ერთი რამე მოსახლეობას უმარტოდ მოგერიგებენ რომ თავიანთ თავს აღარიბებენ ამით. ქარსაფარის ზოლის განადგურებით მიწა საუბედურები, მიწას აღარიბებენ. რაც შეეხება მეორე დეტალი ბატონო მგევი. არის ასეთი ინფორმაცია მოსახლეობაში, რომ ნუ თქვენთან ხდება თანხის აღება და შემდეგ ხდება უნებართვო საბუთების გაცემა. ეს არის ეგ ისეთ განცხადებას აკეთებ ქალბატონი ნინო, რომ ცოტა უხერხულია. როდესაც ასეთ რამეს ამბობთ, მაშინ ფაქტი უნდა მოვაყოლოთ, ესე არ შეიძლება. ესე ლანძღავთ სამსახურს ლანძღავთ. არ შეიძლება მასე სამსახურს ლანძღავთ ამით. მე შემიძლია ახლა თქვენ დაგაბრალოთ და თქვენ შეგენებულად გააკეთეთ ეს გადაცემა, რომ იქნები მართალი, არ იქნები. ამიტომ ასეთ განცხადებას ვაგდებ. ამ ფაქტი დადეთ. არა როგორ შეიძლება რომ სამსახურში თურმე ვიღაცა ფულს იხდის, იმიტომ რომ ენერგი მოაჭრეინო. რა წესი არ შეიძლება ასეთ განცხადებას გაკეთებინო. არა, ეს უბრალოდ არის ინფორმაცია. მე მაქვს ინფორმაციის თქმის უფლება. თქვენ ამას ვერ წარმართვეთ ამ უფლებას. კი, მაგრამ მაშინ ფაქტით უნდა დავაყოლოთ საიდან გაქვს ინფორმაცია. რა წესია? რაზე ვაძლევთ ჩვენ ნებართვას ქარსაფარის მოჭრაზე? ქარსაფარის მოჭრაზე მისი ფლობელი და პატრონი ჩვენ არა ვართ. ჩვენ ამით აქედან გამომდინარე ნებართვას ვერ გავცემთ. ჩვენ შეიძლება თუკი გამგებლისგან შემოვა განცხადება, უბრალოდ მონაწილეობა მივიღოთ კომისიაში, რომელიც შეაფასებს ეს ხე მოსაჭრელია თუ არა. ჩვენ ნებართვის გამცემი ორგანო არა ვართ. დასკვნას ვაძლევთ უბრალოდ ხე მოჭრას ექვემდებარება თუ არა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. როცა საუბარი იყო იმაზე, რომ ამორტიზირებული იჭრება, თქვენ ბრძანეთ, რომ მას მთლიანად უნდა მოიჭრასო. შეიძლება მთლიანად მოიჭრას თუ იგი ამორტიზირებულია. მთლიანად გასაგებია, მაგრამ იქ ალბათ უნდა მოხდეს თანდებანობით აღდგენა. რაც შეეხება აღდგენას. როგორ არის აქ საქმე? აი აღდგენასთან დაკავშირებით. გასაგებია ის არიან კატეგორია ადამიანებისა, სოფლის მაცხოვრებელი მყავს ხედონობაში. მე არაერთი ფაქტი ვიცი, როცა სოფლის მაცხოვრებელი მიაკითხავს შესაბამის ორგანოს და ითხოვს ნებართვას ამორტიზირებულის მოჭრას და სათანადო ვალდებულებას კისრულობს სახლის გაშ. ასეთი ფაქტებიც იქნება გორის რაიონში. და არაერთი. დიახ, ძანეთ. იგივე მომენტი ახლა როცა მოსახლეს დაუზიანდა ნაკვეთი და მოხდა ნავთობის ჩახრა, ის ითხოვს ზარალის ანაზღაურებას გარბის სასამართლოში და ითხოვს კომპენსაციას, როცა თავისი მიზეზით მოჭრახე, რომელიც არანაკლებ ზიანს მიაყენებს იმის ნაკვეთს, მაშინ ის გაჩვენა. სწორედ იმისი ნაკვეთის დაცვას ამ შემთხვევაში არანაკლები თქვენ აღმოაჩინეთ ეს ყველაფერი, თქვენ ნავთობპროდუქტები ბატონი გებრძანებდა რომ აქ დაფიქსირდა ეს ფაქტები. რა ხდება ყოველივე ამის შემდეგ? მე ქალბატონო ჩვენ ამას ვადგენთ ოქს სამართლის ადმინისტრაციული სამართლის დარღვევის ოქს ვადგენთ, მიდის სასამართლოში, სასამართლო ეხილავს და მოქალაქეს აჯარიმებს. და რამდენი ასეთი ჯარიმა აქვს გადახდილი? რამდენი 35 ფაქტი გვაქვს ფონდში გასულ წელს კი ასე გითხრათ 35 ფაქტი და წელს უკვე 19 გვაქვს. და ეს რეალობასთან ზიანის თანხა გასულ წელს მარტო გასულ წელს აი ხის დატაცებიდან ბიუჯეტში შესულია 8700 ლარი პროცენტი. 8700 ლარია გასულ წელს აი ასეთი დატაცებული ფაქტების გამოვლენის შედეგად გადახდილი მოქალაქეების მიერ. გასაგებია, ჩვენ გადაცემა ფაქტიურად დასასრულისკენ მიდის. მე მინდა მაყურებელს დიდი მადლობა მოუხადო ყურადღებისთვის, გადაუხადო ყურადღებისთვის, აგრეთვე ყველას დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში იყო გადაცემა თემა, ჩვენ მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.